მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით, როგორ შეიძლება დავაყენოთ შემოხაზვით ძიება Samsung-ზე. ანუ გულისხმობ, აი ამ ხილაკს დაჭერის შემთხვევაში, რომ მოვიძიოთ სასრული ინფორმაცია, ასევე გადავთარგმნოთ, მოვიძიოთ მუსიკა. აი ამ ძიებას გულისხმობ, როგორ შეიძლება დავაყენოთ. ძალიან ბევრი თხოვნა იყო ამასთან დაკავშირებით და ეხლა გაჩვენებთ, როგორ შეიძლება დავაყენოთ აი ესეთი ძიების ფორმა. ასევე თარგმანიც აქვს მას და ასე შემდეგ. მოკლედ, შედიხართ პარამეტრებში, ანუ თუ ეს ფუნქცია არ გაქვთ, უნდა შეხვიდეთ პარამეტრებში, შემდეგ უნდა შეხვიდეთ ეკრანში, ჩამოდიხართ ქვემოთ და ეძებთ ნავიგაციის დაფას. აქ არის ნავიგაციის დაფა. შედიხართ მასში და ქვემოთ არის შემოხაზვით ძებნა. აი აქ არის შემოხაზვით ძებნა. თუ ამ ფუნქციას გავთიშავთ, ეს გაითიშება ავტომატურად, აი როგორც ხედავთ, აღარ ამოვარდა ძებნა, ხოლო თუ ჩავთავთ, ავტომატურად ის ჩაირთვება. მოკლედ, ძალიან ბევრი კომენტარი იყო მასთან დაკავშირებით, რომ გამიქრაო და ასე შემდეგ, მოკლედ, ეხლა შეგიძლიათ უკვე ჩართოთ. ძალიან მარტივად. სულ ეს იყო, ვიდეო ამით დასრულებულია, გამოიწერეთ არხი.